მოგესალმებით, მე ვარ თეონა გეგელია და თქვენ უყურებთ ნამდვილ ისტორიებს. დღეიდან არხზე პერიოდულად მოვამზადებთ ვიდეოებს ახალი სერიიდან, რომელსაც ერქმევა ცოლი. და ამ სერიაში შევეცდები გაგაცნოთ იმ ქალების ნამდვილი როლი ისტორიაში, რომელთა ცხოვრებაც სამუდამოდ დაუკავშირდა მათ არანაკლებ ცნობილ ქმრებს. დღევანდელი ეპიზოდის გმირია მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი კაცის ადოლფ ჰიტლერის ერთადერთი ცოლი, ევა ბრაუნი. მადლობა ყველას, ვინც გვიყურებთ, იწონებთ და აზიარებთ ჩვენს ვიდეოებს, მხოლოდ თქვენი კომენტარების, მოწონებების და გაზიარებების წყალობით იზრდება ეს არხი და იქნება ახალი ეპიზოდები. ვისაც მეტად სურს მხარდაჭერა, მათთვის ყველა მონაცემი არის ამ ვიდეოს აღწერაში. 1946 წელს ნაცისტების SS-ის ყოფილი თანამშრომლის ავსტრიულ სახლში იპოვეს კინოფირები და ათობით ფოტოალბომი, რომლის განადგურებაც მან სავარაუდოდ ვერ მოასწრო. აქ ჩანს ის, რასაც გერმანელებს ნაცისტური რეჟიმის დროს უმალავდნენ. ბავარიის ალპები, ბერგჰოფი, გერმანიის რაიხსკანცლერის რეზიდენცია და თავად ჰიტლერი, მისი მაღალჩინოსნები, მათი ცოლები, ფიურერის პირადი მდივანი, 25 წლის ევა ბრაუნი. კადრები ქმნიან უწყინარი იდილიური ცხოვრების ატმოსფეროს. ისინი სავარაუდოდ 1937 წელსაა გადაღებული. არ არსებობს ადოლფ ჰიტლერზე დაწერილი არც ერთი წიგნი, რომელშიც ევა ბრაუნი ნახსენები არ არის. თითქმის 15 წლის განმავლობაში ის იყო ნაცისტების ლიდერის გვერდით. მისი საიდუმლო საყვარელი დიდი ალბათობით და რატომ ალბათობით, ამაზე ქვემოთ ვილაპარაკებ. და მისი კანონიერი ცოლი მხოლოდ 40 საათის განმავლობაში. გერმანელ მწერალს და ხელოვნების ისტორიკოს ფლორიან ილიეს დაწერილი აქვს შესანიშნავი წიგნი 1913 წელი შტორმის წინ. ეს არის უკანასკნელი 7 წელიწადის ქრონიკა კატასტროფული პირველი მსოფლიო ომის წინ. მე-20 საუკუნის კულტურის და პოლიტიკისთვის ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენის წელი. ესაა დოკუმენტური რომანი წინათგრძნობის შესახებ. ავტორი, რომელმაც პერსონაჟებისგან განსხვავებით იცის, როგორ განვითარდება მოვლენები, გვიჩვენებს მათი გზების შემთხვევითი გადაკვეთის ფრაგმენტებს, როდესაც ისინი ერთმანეთს ხვდებიან, ან ფიზიკურად ძალიან ახლოს არიან, მაგრამ ერთმანეთს ვერ ცნობენ. ამ პერსონაჟებში არის ბევრი ის ადამიანი, რომელიც მომავალში მე-20 საუკუნის პოლიტიკურ ბედს თუ კულტურულ ცხოვრებას განსაზღვრავს. ფროიდიდან პიკასომდე, ვირჯინია ვულფიდან თომას მანამდე, სტალინიდან ჰიტლერამდე. ჰიტლერიდან ევა ბრაუნამდე, რომელიც რომანის ყველაზე მცირეწლოვანი გმირია. ილიასი ძალიან ოსტატურად უხამებს ერთმანეთს დიდ მოვლენებს ჰიტლერის მომავალი პარტნიორი ქალის ჩუმ დაბადებას, რომელიც 1913 წელს 1 წლისაც არ არის და მშობლები მიუნხენში ასეირნებენ, სადაც იმავე დროს ვენიდან ჩასული 24 წლის ჰიტლერი დაეხეტება. ევა ბრაუნი დაიბადა ფრიდრიხ და ფრანცისკა ბრაუნების ოჯახში 1912 წელს. მომავალში ამ ოჯახში 3 ქალიშვილი ეყოლებათ. ევა ბრაუნი იქნება შუათან. ოჯახი საშუალო კლასის დაბალ ფენას მიეკუთვნებოდა, მაგრამ ნორმალურად ცხოვრობდნენ. მატერიალური მდგომარეობა მას შემდეგ გაუუარესდათ, რაც პატრიოტი ფრიდრიხი ფრონტზე მოხალისედ წავიდა. დანაზოგი მალე ამოიწურა და ფრანცისკა იძულებული გახდა ბინაში ერთი ოთახი გაეკირავებინა. ზოგჯერ ის ლუდის ბარებში მიტოვებულ პურის ნაჭრებსაც აგროვებდა. ამ ყველაფრის გამო ქალი ქმარზე იმდენად გაბრაზდა, რომ ფრონტიდან დაბრუნებულს გაშორდა. მაგრამ ცოტა ხნით, წელიწად ნახევრის შემდეგ შერიგდებიან. მალე ფრიდრიხმა მიიღო მემკვიდრეობა და ოჯახში მატერიალური კეთილდღეობა აღდგა, მაგრამ ბედნიერება არ დაბრუნებულა. მშობლები მუდმივად ჩხუბობდნენ, რის გამოც 10 წლის ევა სახლში ყოფნას ერჩივნა მეტი დრო თავისი სკოლის მეგობრების სახლებში გაეტარებინა. ბავშვი ძალიან ბეჯითი არ იყო, მაგრამ ცუდად არ სწავლობდა. ცოტა რომ წამოიზარდა, ბევრს კითხულობდა, უყვარდა ამერიკული ფილმები და ჯაზი, რომელიც იმ დროს მოდაში იყო. 16 წლის იყო, როდესაც გააგზავნეს დახურულ კათოლიკურ სასწავლებელში, სადაც 1 წლის განმავლობაში ისწავლა ბაღის მოვლის წესები, მანქანაზე ბეჭდვა და ბუღალტრული საქმის საფუძვლები. 17 წლისამ კი მუშაობა დაიწყო ჰენრი ჰოფმანის ფოტოატელიეში მდივნად. 1920-იანი წლების ბოლოს მიუნხენში სიტუაცია იყო ძალიან დაძაბული, რადგან პიკს მიაღწია მემარცხენეების დაპირისპირებამ ნაცისტურ პარტიასთან, რომელიც სულ უფრო ძლიერდებოდა.
ევას უფროსი ჰენრიხ ჰოფმანი იყო ნაციონალ-სოციალისტების გულმხურვალე მხარდამჭერი და მისი სალონის მთელი ვიტრინა გაფორმებული იყო ჰიტლერის ფოტოებით. ახალგაზრდა ევა ბრაუნს პოლიტიკა საერთოდ არ აინტერესებდა და როდესაც 1929 წელს ჰიტლერი ატელიეში შევიდა ჰოფმანთან სალაპარაკოდ, ის ვერც კი იცნო. ჰოფმანმა სუფრა გაშალა, რომ ნაცისტების ლიდერისთვის ემასპინძლა, ის კი თვალს არ აშორებდა მის ქერათმიან მდივანს. იმ მომენტში ჰიტლერის ყურადღებას ევაზე შთაბეჭდილება არ მოუხდენია, ეს კაცი მასზე 23 წლით უფროსი იყო. მოკლედ, პირველი შეხვედრისას ჰიტლერი მას დიდად არც მოეწონა. სამაგიეროდ ნაცისტების ბელადს მოეწონა ის იმდენად, რომ ლამის ყოველდღე აკითხავდა ჰოფმანს ფოტოატელიაში, ევას კომპლიმენტებით ავსებდა, პატიჟებდა მას თეატრებში და მოგრძალებულ, მაგრამ სასიამოვნო საჩუქრებს უკეთებდა. ნელ-ნელა გოგო მოულბა და მალე მეგობრებთანაც ტრაბახობდა, რომ ის ჰიტლერს შეუყვარდა და რომ ისინი აუცილებლად დაქორწინდებიან. დაიწყო თავის მოვლა, დიეტები და სპორტით აქტიურად დაკავდა. მას უყვარდა ფოტოების გადაღება და აღსანიშნავია, რომ მორცხვი საერთოდ არ იყო. უცნობია რა გეგმები ჰქონდა ევა ბრაუნთან დაკავშირებით ჰიტლერს 1930-იანი წლების დასაწყისში, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის თავის თანაშემწეს მარტინ ბორმანს დაავალა ბრაუნების ოჯახის გენეალოგიის შესწავლა. ბორმანმა ვერაფერი საეჭვო მის წარმომავლობაში ვერ იპოვა და ჰიტლერს მოახსენა, რომ სულთა სისხლის არიელიაო, მაგრამ სავარაუდოდ ის შეცდა დავალება კარგად ვერ შეასრულა. 2014 წელს ბრიტანეთში ევა ბრაუნის თმის ღერის დნმ-ის ანალიზმა აჩვენა გენების ისეთი მუტაცია, რომელიც ახასიათებთ ებრაელი აშკენაზების შთამომავლებს. ცხადია ჰიტლერმა ეს არ იცოდა, მაგრამ არც ფიქრობდა იმ დროს მის ცოლად მოყვანას. თავის თანამოაზრეებთან ის მუდმივად ამბობდა, რომ გერმანელ ერზეა დაქორწინებული, ამიტომ ეს გეგმა მას არ გააჩნდა, ქორწინებას მისი რეიტინგისთვის, ანუ ზრდისთვის შეიძლება უარყოფითი შედეგები მოჰყოლოდ და მილიონობით ქალს, რომელიც მისით აღფრთოვანებული იყო, ეს შესაძლოა არ მოსწონებოდათ. სწორედ ამის გამო ჰიტლერი ყველანაირად მალავდა თავის ურთიერთობას ევა ბრაუნთან. მის შესახებ ფართოდ ცნობილი გახდა ფაქტობრივად გერმანიის კატასტროფული მარცხის შემდეგ. არადა როგორც ჰიტლერის მოახლე იხსენებდა, მათი რომანის პლატონური ფაზა 1932 წელს დასრულდა. დღემდე არსებობს ვერსია, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო პლატონური ურთიერთობები, რადგან ზოგიერთი მკვლევრის აზრით ჰიტლერს სექსუალური ცხოვრება არ ჰქონდა და მართლაც მათ შორის რაიმე ინტიმური ურთიერთობის დამადასტურებელი ცნობები ფიზიკურად არ არსებობს მათი მიმოწერა. წყობით ეძებდნენ ისტორიკოსები რაიმე მსგავს ფაქტს მაინც, მაგრამ უშედეგოდ. მაგრამ დიდი ალბათობით არ არსებობს მტკიცებულებები, იმიტომ რომ მათი სიცოცხლის ბოლო საათებში თითქმის ყველაფერი განადგურდა. იგივე გააკეთეს ალბათ ევა ბრაუნის ოჯახის წევრებმაც, თუ კი რაიმე მსგავსი ჰქონდათ შენახული. მოგვიანებით ჰიტლერის არქიტექტორი ალბერტ შპეერი გაიხსენებს, რომ გაკვირვებული იყო, რამდენად არიდებდა ეს წყვილი თავს ყველაფერს, რაც მათ ინტიმურ კავშირზე მიუთითებდა. ამ ვერსიის მომხრეებისთვის ჰიტლერი ფარული ჰომოსექსუალი იყო, ევა ბრაუნს კი შირმად იყენებდა. როდესაც გერმანიაში აქტიური წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, წყვილი იშვიათად ხვდებოდა ერთმანეთს. მომავალი დიქტატორი მეტ დროს ატარებდა ბერლინში, მიუნხენში კი მცირე ხნით ჩადიოდა. 1932 წლის აგვისტოში ევა ბრაუნი შეეცდება თავის მოკვლას იარაღი. უცნობია, რის გამო გააკეთა ეს სასოწარკვეთისგან თუ ჰიტლერის ყურადღების მისაპყრობად, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ის სისხლის გუბეში აღმოაჩინა მისმა დამ ილზამ, ამ დროს ის ცალკე სახლში ცხოვრობს, რომელიც ნაცისტურმა პარტიამ უქირავა. საქმე ის იყო, რომ ოჯახს ამ რომანის ამბავი თავიდან ძალიან არ მოსწონდა, მშობლებს არ მოსწონდათ, რომ მათ ქალიშვილს ჰქონდა საყვარლის სტატუსი, მერე ნელ-ნელა შეეგუებიან ამას, შეეჩვევიან და ბოლოს კარგადაც ისარგებლებენ. მაგრამ ჯერ წარმოდგენა არ აქვთ. შემდეგ აღელდებიან, როდესაც გაიგებენ. იმ დროს გერმანული საზოგადოებაც საკმაოდ კონსერვატიული იყო ასეთ საკითხებში. მოკლედ იპოვეს ეს დაჭრილი ევა, ექიმმა ამოუღო ტყვია, რომელიც კისერში ჰქონდა, რომელმაც შემთხვევით არ დააზიანა მისი საწილი არტერია. ჰიტლერი ამ ამბისგან იყო შოკში. ერთი წლით ადრე თავი მოიკლა მისმა ნათესავმა გოგომ, რომლის ოფიციალური მეურვეც ის იყო. ეს იყო ანგელა გელი რაუბალი.
ის იყო ფიურერის არამხოლოდ ნათესავი, არამედ, როგორც ამბობენ, საყვარელი და თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც ჰიტლერმა ევა ბრაუნთან გადაინაცვლა. თანაც თავი მოიკლა ჰიტლერის პისტოლეტით. ამ გოგოს და ზოგადად ჰიტლერის ქალების და მისი უცნაური ინტიმური ცხოვრების ისტორიას მეცნიერები ცალკე იკვლევენ და ქვემოთ ამ ამბავს დაუბრუნდენ. მოკლედ ის ჩავიდა ევა ბრაუნის სანახავად მიუნხენში, დარწმუნდა, რომ ჭრილობა არ იყო სერიოზული და ბრძანა, რომ მასზე მაქსიმალურად ესროლა. როდესაც გოგო გამოჯამრთელდა, გაირკვა, რომ მან დასახულ მიზანს მიაღწია. მისი ურთიერთობა ჰიტლერთან გახდა ბევრად მჭიდრო. არადა ამ ფაქტის მერე ჰიტლერს შეეძლო მისი თავიდან მოცილება, მაგრამ მოხდა პირიქით. როგორც ჩანს, მოეწონა ეს თავგანწირვა, რასაც ელოდა თავისი ყველა მიმდევრისგან. ისინი დაახლოვდნენ, ოღონდ გარეგნულად ბევრი არაფერი შეცვლილა. 1933 წელს ჰიტლერი ხდება გერმანიის რაიხსკანცლერი. მას აწყობს თავი უცოლო ლიდერად წარმოაჩინოს, რომელიც მხოლოდ ზრუნავს ქვეყანას. ის, რომ მის ცხოვრებაში არსებობდა ქალი, ამის შესახებ იცოდა მხოლოდ მასთან დაახლოებულმა ძალიან ვიწრო წრემ. როგორც გითხარით, თავიდან ევა ბრაუნის მშობლებიც ვერ ხვდებოდნენ, რომ ეს კავშირი სერიოზულად არსებობდა. 1935 წლის დასაწყისში ჰიტლერს ისევ აღარ აქვს დრო პირადი ცხოვრებისთვის. ის არ ხვდება ამ დროს ევა ბრაუნს და თითქმის არ ურეკავს. ყურადღების მისაპყრობად გოგო ძველ ხერხს მიმართავს. 28 მაისს წერს გამოსამშვიდობებელ წერილს ჰიტლერს და სვამს დიდი რაოდენობით ძილის წამალს, მაგრამ არასაკმარის იმისთვის, რომ მოკლეს. მას ისევ პოულობს და ეს ხერხი ისევ იმუშავებს. ჰიტლერი ჩუქნის მას ცალკე სახლს და აგვისტოს ბოლოს გაიცნობს მის მშობლებს. ერთი წლის შემდეგ, 1936 წელს, ევა ბრაუნი დასახლდება ბერგჰოფში, ჰიტლერის რეზიდენციაში ბავარიის ალპებში, მაგრამ ოფიციალურად აქვს რაიხსკანცლერის პირადი მდივნის სტატუსი. ეხლა უკვე ქვეყნის მთელმა ნაცისტურმა ელიტამ იცის, ვინ არის ქალბატონი ბრაუნი. მას განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობა არავისთან ექნება, მხოლოდ მინისტრ შპეერთან, ჰიტლერის არქიტექტორთან და შემდეგ ომის მინისტრთან და მის ცოლთან. ჰიტლერი უბრძანებს თავის პირად მდივანს, მარტინ ბორმანს, შეასრულოს ევა ბრაუნის ყველა თხოვნა. ბორმანი ამას აკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ ევა ბრაუნს ვერ იტანს, ისევე როგორც ევა ბრაუნი ვერ იტანდა ბორმანს. არ უყვარდა ის არც ფიურერის რეზიდენციის მომსახურე პერსონალს. გოგო მათ ზემოდან უყურებდა, იყო მომთხოვნი, არაფერზე თავს უარს არ ეუბნებოდა და ცხოვრობდა ძალიან კარგად, გადასარევად შეიძლება ითქვას. უყვარდა ქურქები, ტანსაცმელს უკვეთავდა პარიზში, ფეხსაცმელს იტალიაში. სხვათა შორის ნაცისტური მოდა ცალკე ეპიზოდს იმსახურებს და ის კომპანიებიც, ვინც მათზე მუშაობდნენ. ჰუგო ბოსი რომ მათ ფორმებს უკერავდა, ეს სიახლე არ არის, მაგრამ ის არ იყო ერთადერთი ბრენდი, რომელიც დაკავშირებულია იმ ეპოქის გერმანიასთან. მაგალითად, ევა ბრაუნს უყვარდა ფერაგამოს ფეხსაცმელი და ჰიტლერს უწევდა ბევრი წყვილი ასეთი ფეხსაცმლის შეკვეთა. მაგრამ მასალის დეფიციტის გამო ასეთ ფეხსაცმელს უმზადებდნენ კორპის გუსლებს. ევა ბრაუნი მხოლოდ ამერიკულ კოსმეტიკას იყენებდა, ეს ძალიან არ მოსწონდათ არც ჰიტლერს და არც გებელს ნაცისტების მთავარ პროპაგანდისტს. მაგალითად, ევა ბრაუნის დამსახურებაა, რომ გერმანიაში პერმანენტული ვარცხნილობა არ აიკრძალა. თმის სამთვიანი და 6-თვიანი დახვევა. რაღაც მომენტში ჰიტლერმა გადაწყვიტა ასეთი ვარცხნილობა აეკრძალა, რითაც გებელსიც კი ძალიან უკმაყოფილო იყო, მაგრამ ფიურერი ამას ისე მოითხოვდა, რომ ის უკვე მზად იყო ამ ნაბიჯისთვის, მაგრამ ევა ბრაუნის ჩარევამ სიტუაცია შეცვალა. თუმცა საკითხი მოგვიანებით მაინც ისე გადაწყვიტეს, როგორც ჰიტლერს უნდოდა, ოღონდ სხვაგვარად საბარიქმახეროებს არ აწვდიდნენ საჭირო ქიმიკატებს და პრობლემა თავისით მოიხსნა. ესე იგი, რა კარგია, როდესაც მის ვარცხნილობის აკარგიანობასაც კი მთავრობა წყვეტს. ნაცისტურ ელიტაში მოდის და კარგი ჩაცმა დაგურის განსაკუთრებული მოყვარული იყო ორი კაცი: გებელსი, პროპაგანდის მინისტრი და გიტლერ-იუგენდის ხელმძღვანელი ვალდერ ფონ შირახი. ზოგადად, მესამე რაიხი ეს იყო ორმაგი სტანდარტების და ორმაგი მორალის ქვეყანა, როგორც ხშირად არის ხოლმე ტირანიებში, მაღალჩინოსანი ნაცისტების ცოლები არაფრით თავს არ იზღუდავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარირებული და მოწონებული იყო ცხოვრების ასკეტური წესი და შესაბამისი ჩაცმულობა, განსაკუთრებით ომის წლებში. მაგრამ ეს მასებისთვის.
დახურულ მდიდრულ წვეულებებს კი ქალები ესწრებოდნენ ძვირფასი კაბებით, სამკაულებით და კოსმეტიკასაც დიდი დოზით იყენებდნენ. ცხადია, ევა ბრაუნიც უვლიდა თავს, თავის ფიგურას, რაზეც ჰიტლერი თითქოს ხუმრობდა თავის წრეში, რომ ადრე ფერხორციანი იყო და ეხლა გამხმარ თევზს დაემსგავსა. მიუხედავად იმისა, რომ ნაცისტების ლიდერი ვერ იტანდა თამბაქოს და თავის რეზიდენციაში აკრძალული ჰქონდა მოწევა, ევა ზოგჯერ დემონსტრაციულად არღვევდა ამ აკრძალვას, რადგან თვლიდა, რომ მოწევა მას სიგამხდრეს უნარჩუნებდა. ეხლა ის უყურებდა იმ ამერიკულ ფილმებს, რომლებიც გერმანიის კინოგაქირავებაში აკრძალული იყო. მასზე მაგალითად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქარწაღებულებმა და აიძულა ჰიტლერს, რომ ენახა ეს ფილმი. ის რასისტული ქვეტექსტი, რაც ამ ფილმს აქვს, ჰიტლერს ძალიან მოეწონა და აპირებდა მის დაშვებას კინოგაქირავებაში, მაგრამ საქმე თითქოს ისევ ევამ გააფუჭა, რომელსაც იმდენად მოსწონდა კლარკ გეიბლი, რომ ფიურერმა თითქოს იეჭვიანა და ამიტომ გერმანელები დარჩნენ ამ ფილმის გარეშე. სხვათა შორის ოცნებობდა კინოში გადაღებაზე, მაგრამ ჰიტლერს ეს იდეა არ მოსწონდა, თუმცა ბუნდოვნა დაპირდა, რომ გერმანია რომ მთელ მსოფლიოს დაიყრობდა, ევა ბრაუნი ჰოლივუდში მთავარ როლს შეასრულებდა ფილმში, რომელსაც მათ სიყვარულზე გადაიღებდნენ. კითხულობდა მესამე რაიხში აკრძალულ ოსკარ უაილდს. უყვარდა ეს მწერალი, როგორც მისი ერთი ბიოგრაფი წერს. ვერქოფში ფოტო და ვიდეო გადაღება ევა ბრაუნის საყვარელი საქმე გახდა. ის იღებდა ჰიტლერს ბერქოფის ტერასაზე. მისი ზოგიერთი ფოტორეპორტაჟი, რომელმაც ცენზურა ვერ გაიარა, მის პირად ალბომებში ინახებოდა. მაგრამ ევა ბრაუნის მიერ ბერქოფში გადაღებული ფოტოები და ვიდეოები, რომლებზეც აღბეჭდილია ჰიტლერი და მესამე რაიხის სხვა მაღალჩინოსნები, ყოველთვის კერძო ხასიათს არ ატარებდა. ის ისევ ჰენრი ჰოფმანზე მუშაობდა და ყიდდა ამ თავის ქმნილებებს. ზოგჯერ ამაში მას დიდ ჰონორარებსაც უხდიდნენ, მაგალითად ერთი ფოტოსთვის მას 20,000 რაიხსმარკა გადაუხადეს. ის იყო პროპაგანდისტული აპარატის ნაწილი. ჰოფმანის აგიტპროპის ნაწილი. სწორედ ის ქმნიდა ფიურერის ფოტო და კინო იერს. ის აჩვენებდა ამ მონსტრს როგორც მზრუნველ ადამიანს და ბავშვების მოყვარულ მფარველს. ეს ეწინააღმდეგება წარმოდგენას, რომელიც ხალხს მასზე შეექმნა, რომ ის ამ ყველაფერს თითქოს იმიტომ იღებდა, რომ ოჯახურ ბედნიერებაზე ოცნებობდა. შეიძლება ამაზეც ოცნებობდა, მაგრამ სინამდვილე იყო ის, რომ ევა ბრაუნი საქმეს აკეთებდა. ის მუშაობდა. ეს იცოდა ჰიტლერმა და ამით ძალიან კმაყოფილიც იყო. 1938 წელს ჰიტლერი დიპლომატიურ ვიზიტს დაგეგმავს იტალიაში მუსოლინისთან, მაგრამ მას ამ დროს ეშინია თავდასხმის, ამიტომ გამგზავრების წინ დაწერს ანდერძს. მთელ თავის ქონებას ის უტოვებდა პარტიას, მაგრამ უნდოდა, რომ ნაცისტური ხაზინიდან ქალბატონი ბრაუნისთვის ყოველთვიურად გადაეხადათ 1000 რაიხსმარკა. ეს ანდერძი არის ჰიტლერის ხელით დაწერილი ერთადერთი დოკუმენტი, რომელშიც ის ევა ბრაუნს ახსენებს. მეორე მსოფლიო ომის დროს ბერქოფის ცხოვრებაში ბევრი არაფერი შეცვლილა. ჰიტლერი ხშირად იყო თავის ამ რეზიდენციაში და ევასთან დიდ დროს ატარებდა. ისინი ერთად სეირნობდნენ დაცულ პარკში, ხანგრძლივად საუბრობდნენ ერთ-ერთზე რეზიდენციაში და აწყობდნენ წვეულებებს განსაკუთრებული სტუმრებისთვის. ოფიციალური დელეგაციების სტუმრობისას ის მათთან არ გამოდიოდა, რჩებოდა მეორე სართულზე საკუთარ ოთახებში. 1945 წლის გაზაფხულზე თითქმის ყველასთვის გახდა ცხადი, რომ გერმანია ომში დამარცხდა. გარდა ჰიტლერის. ევა ბრაუნი ამ დროს ისევ ბერქოფშია. ჰიტლერს მისთვის აკრძალული აქვს შედარებით უსაფრთხო ალპების დატოვება. მიუხედავად ამისა, 7 მარტს ის ჩაფრინდება ბერლინში. ამ დროს საბჭოთა არმია ბერლინიდან უკვე რამდენიმე ათეულ კილომეტრშია. აი ამ უწყვეტი დაბრუნებების გამო ქვეყნის მთავრობა იმალებოდა რაიხსკანცლერის ბუნკერში, უზარმაზარ რამდენიმე სართულიან ნაგებობაში მიწის ქვეშ. ასე ცხოვრობდა დაახლოებით 300 კაცი. მომარაგებული ჰქონდათ სურსათი, გადახურვა იყო ჯავშნიანი, ამიტომ ბუნკერში თავს შედარებით უსაფრთხოდ გრძნობდნენ. ჰიტლერმა მის დანახვაზე თავიდან სკანდალიც მოაწყო, მაგრამ ქალი უმტკიცებდა, რომ საერთო ბედისწერა აქვთ და ბოლო წუთსაც მასთან გაატარებს. ბრაუნი დასახლდა ჰიტლერის გარდერობში. ჰიტლერი ამ დროს იყო აგრესიული და არაადეკვატურად რეაგირებდა
ევა ბრაუნის ზრუნვას. როგორც ჩანს, ამ ზრუნვის ნაწილი იყო, რომ ქალი ბუნკერში ცდილობდა გაფრანჭულ ცხოვრებას, სადილზე საუკეთესო კაბებში ჩნდებოდა, მდივნებთან და გებელსის ცოლთან, მაგდა გებელსთან საუბრებს მართავდა ისეთ თემებზე, რომლებიც ომს არ ეხებოდა და 20 აპრილს წვეულებაც მოუწყო ჰიტლერს დაბადების დღის აღსანიშნავად და აჩუქა რაღაც ჩარჩოში ჩასმული ნახატი ფერადი ინკრუსტრაციებით. ამ დროს საბჭოთა არმია უკვე ბერლინის ქუჩებში იბრძვის. ევა ბრაუნი კი შეძლების დაგვარად ცდილობს ბუნკერის ბინადართა საბრძოლო სულისკვეთების გაზრდას. ზოგჯერ ის ძალიან სასტიკადაც იქცეოდა, როდესაც მისი უმცროსი დისქმარი ღალატში დაადანაშაულეს და დახვრეტა მიუსაჯეს, ჰიტლერს მისი შეწყალება უნდოდა და სიკვდილით დასჯის შეცვლა ფრონტზე გაგზავნით. მაგრამ ევა ბრაუნმა გააპროტესტა ეს და სიწე დაახვრეტინა. 25 აპრილის შემდეგ რაიხის ხელმძღვანელობისთვის გადარჩენის ბოლო იმედიც გაქრა. ჰიტლერმა გამოაცხადა, რომ გერმანია არ იმსახურებს ისეთ ხელმძღვანელს, როგორიც ის არის და დაიწყო სიკვდილისთვის მზადება. თვითმკვლელობის გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო მაშინ, როდესაც შეიტყო თუ როგორ მოკლეს ბენიტო მუსოლინი და მისი საყვარელი კლარა პეტაჩი. ევაც ემზადებოდა ჰიტლერთან ერთად სიკვდილისთვის, მაგრამ საყვარელის სტატუსით სიკვდილი არ უნდოდა. ჰიტლერმა ბრძანა ქორწილის ორგანიზება. SS-ელებმა ალმოდებულ ბერლინში მოძებნეს ქალაქის მერიის თანამშრომელი და შეშინებული მოხელე მიიყვანეს ბუნკერში. 29 აპრილს ღამით მან ყველა ფორმალობის დაცვით დაარეგისტრირა ადოლფ ჰიტლერის და ევა ბრაუნის ქორწინება. სარეგისტრაციო წიგნში ევა ბრაუნმა პირველად და უკანასკნელად ცხოვრებაში ხელი მოაწერა როგორც ფრაუ ჰიტლერ. ცერემონიას დაახლოებით 9 ადამიანი ესწრებოდა. თუმცა ცხადია, სადღესასწაულო ატმოსფერო იქ არ იყო, ჰიტლერს უკვე დაწერილი ჰქონდა პოლიტიკური ანდერძიც და პირადი ანდერძიც. ჰიტლერების ოჯახური ცხოვრება დაახლოებით 40 საათს გაგრძელდა. 30 აპრილის დილით მათ თავისი გარემოცვის წევრებს გამოსამშვიდობებელი საჩუქრები გადასცეს. ჰიტლერმა დაარიგა თავისი საწერი საშუალებები. ევა ბრაუნმა კი ერთ-ერთ მდივანს ქურქი აჩუქა. შემდეგ ჰიტლერმა იქ მყოფებს ზრუნვის ნიშნად დაურიგა საწამლავიანი ამპულებიც იმ შემთხვევისთვის, თუ კი მათ თავის მოკვლა მოუნდებოდათ. ეს საწამლავი ჰიტლერის პირადმა ექიმმა გამოსცადა დიქტატორის საყვარელ გერმანულ ნაგაზზე, რომელსაც ერქვა ბლონდი და ძაღლის ერთ-ერთ ლეგვზე. როდესაც დარწმუნდნენ, რომ საწამლავი მომენტალურად მოქმედებდა, ჰიტლერები განცალკევდნენ კაბინეტში, სადაც ევა ბრაუნმა დალია ციანიდი, ხოლო მისმა ქმარმა იარაღით მოიკლა თავი. როგორც ჰიტლერმა ანდერძით დაიბარა, მათი გვამები გაიტანეს ბუნკერიდან, გადაასხეს წინასწარ მომარაგებული საწვავი და ცეცხლი წაუკიდეს. დამწვარ გვამებს ბუნკერებთან ახლოს ამოთხრილ ორმოში მიწა მიაყარეს. იქ მათ იპოვნიან 5 მაისს, ეგრეთ წოდებული სმერშის თანამშრომლები. სმერში ეს არის აბრევიატურა სმერჩ შპიონი, რომელიც აერთიანებდა რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელ კონტრსადაზვერვო სამსახურს საბჭოთა კავშირში ომის პერიოდში. ჰიტლერის ფრაგმენტები ამოიცნო მისმა ექიმმა, რომელიც მას კბილის პროტეზებს უკეთებდა. ამის შემდეგ ისინი რამდენჯერმე გადამარხეს საბჭოთა საოკუპაციო ნაწილების ტერიტორიებზე, მხოლოდ 1970 წელს ის რაც იმ დროისთვის დარჩა ჰიტლერის და მისი ცოლისგან, საბოლოოდ დაწვეს იური ანდროპოვის ბრძანებით. ანდროპოვი იმ დროს იყო საბჭოთა უშიშროების ხელმძღვანელი, შემდეგ ცოტა ხნით გახდა საბჭოთა კავშირის პირველი მდივანი, რადგან მალევე გარდაიცვალა. ევა ბრაუნი არ არის ერთადერთი ქალი ჰიტლერის ნაცნობი ქალებიდან, ვინც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ისტორიკოსებს ნაცისტების ლიდერის 5 ქალი ჰყავდათ დათვლილი, ბრაუნის ჩათვლით და 5-ვე ფანატიკოსი თვითმკვლელი ან ჰიტლერის მსხვერპლი იყო. ნაცისტების ლიდერის სასიყვარულო ისტორიები, რომელიც ზოგჯერ კრიმინალურ ხასიათს ატარებდა, 1950-იან წლებში გახდა ფართო მსჯელობის საგანი. მას ადანაშაულებდნენ ხან სექსიზმში, ხან რაღაც სექსუალურ გადახრებში და იმპოტენციაში, ამბობდნენ, რომ ის იყო ჰომოსექსუალი. ზოგიერთი კითხვა დღემდე რჩება უპასუხოდ. ცნობები ჰიტლერის სექსუალურ მიდრეკილებებზე ძალიან წინააღმდეგობრივია. მისი მტრები, როგორიც იყო მაგალითად ოტო შტრასერი, ამბობდა, რომ ის იყო იმპოტენტი და პათოლოგიური გადახრები ჰქონდა. იმავე დროს ჰიტლერის ერთადერთი ღრმობისდროინდელი მეგობარი, აუგუსტ კუბიჩეკი, რომელიც მასთან ერთად ვენაში ერთ ოთახში ცხოვრობდა, 1953 წელს წერდა, რომ დიქტატორი, როგორც ზოგადად ფიზიკურად, ასევე სექსუალური თვალსაზრისით, იყო ნორმალური ადამიანი. ჰიტლერი
ჰიტლერის საყვარელი მარია რეიტერიც იგივეს ამბობდა, მაგრამ არც ერთი ეს წყარო სრულად სანდო არ არის. ფაქტია, რომ ქალები მას მოსწონდა, მაგრამ მათთან ძალიან თავისებური ურთიერთობა ჰქონდა. ჰიტლერის პირველი ცნობილი სასიყვარულო თავგადასავალი ეს არის რომანი შარლოტა ლობჟუასთან. თუმცა ისტორიკოსებისთვის ცნობილია კიდევ უფრო ძველი პერიოდის ღრმობის ასაკში მისი შეყვარებულის შესახებ, ეს იყო ავსტრიელი გოგო სტეფანია, მაგრამ თითქოს ჰიტლერი მასთან სიმორცხვის გამო არც კი მისულა და არც გაუცნია. ლობჟუას სხვა შემთხვევაა. ეს იყო ფრანგი ყასაბის 18 წლის ქალიშვილი, რომელიც ჰიტლერმა გაიცნო 1916 წელს პირველ მსოფლიო ომში დასავლეთ ფრონტზე. ის მასთან ხშირად ათენებდა ღამეებს 1916-17 წლებში. 1917 წელს ის მივლინებაში გაემგზავრა ისე, რომ კალს არაფერი უთხრა და გაქრა. რამდენიმე თვეში შარლოტა ლობჟუამ გააჩინა შვილი, ვაჟი ჟან-მარი ლორე. ის და დედამისი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჟან-მარი ჰიტლერის შვილი იყო. ის მამის მსგავსად პატარა ულვაშსაც კი ატარებდა. ის, რომ ჰიტლერს შვილი ჰყავდა, ამას ამტკიცებდა გერმანელი ისტორიკოსი ვერნერ მასერი. თავად ჰიტლერი მამობას არ აღიარებდა, რადგან ის არ იყო ამ ქალის ერთადერთი პარტნიორი, ხოლო გენეტიკოსებმა, რომლებიც ამ საკითხს ომიდან ათწლეულების შემდეგ სწავლობდნენ, ეს ფაქტი ვერც დაამტკიცეს, მაგრამ ვერც უარყვეს. ამიტომ მაზერი არ არის ერთადერთი, ვისაც აქვს ეს ვერსია, სხვა ისტორიკოსებიც უშვებენ, რომ ჰიტლერს ჰყავდა შვილი. 16 წლის მარია რეიტერმა, ეს ის მარია ომის შემდეგ ჰიტლერს რომ იცავდა, ჯანმრთელი იყო, ბავარიაში უკვე ცნობილი პოლიტიკოსი ადოლფ ჰიტლერი გაიცნო 1926 წელს. მამამისი იყო მკერავი და გუმხურვალე სოციალ-დემოკრატი. ფიურერი თავს ბატონ ვოლფს უწოდებდა და ასე გაეცნო ის გოგოს სეირნობის დროს. თავად მივიდა მასთან. მოგვიანებით ყვებოდა, რომ ძალიან უყვარდა ახალგაზრდა გოგოების ყურადღება, განსაკუთრებით თუ ეს გოგო მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგის შვილი იყო. რთული წარმოსადგენია, მაგრამ ეს კაციჭამია გოგოსთან ძალიან სენტიმენტალურად იქცეოდა და კომპლიმენტებით ავსებდა. მარიას ის შეუყვარდა და ყურადღებას არ აქცევდა მის ცოტა შემაშფოთებელ ქცევას. მაგალითად, სეირნობის დროს ჰიტლერს შეძლო თავის ძაღლისთვის წიხლი ჩაერტყა. სადილის დროს, როდესაც მარია შნიცელს ჭამდა, ვეგეტარიანელი ჰიტლერი ჭკუას არ იგებდა, გვამს ნუჭამა. ვერ იტანდა, როდესაც ეკამათებოდნენ და არ ეთანხმებოდნენ. მარია არასრულწლოვანი იყო და ჰიტლერი ვერ ბედავდა მასთან უფრო ინტიმურ კონტაქტს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 1928 წელს ასეთი ქცევისთვის მიიღო მუქარები. ამიტომ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაწყვიტა მასთან ურთიერთობა, რადგან ეს კავშირი მისთვის გახდა სახიფათო. დიდად ეს გოგო მას არც აინტერესებდა, რადგან ის გულღრილი იყო მისი პოლიტიკური იდეების მიმართ და თან მას ვერც გამოიყენებდა თავისი მისიის შესრულებაში. მარიამ სცადა თვითმკვლელობა, შემდეგ ჰქონდა უიღბლო ქორწინება, 31-33 წლებში განაახლა საიდუმლო შეხვედრები ჰიტლერთან მიუნხენში, მაგრამ როგორც კი ჰიტლერს მობეზდა ის, ისევ მიატოვა და მიათხოვა SS-ის ოფიცერს. მარიაც გაწევრიანდა ნაციონალ-სოციალისტებში და ომის შემდეგაც იცავდა ჰიტლერს აი ამ სექსუალურ ბრალდებებთან დაკავშირებით. 1929 წელს ჰიტლერმა მიუნხენში თავისთან საცხოვრებლად გადასვლა შესთავაზა დაქვრივებულ ნათესავს, რომელსაც ჰყავდა 21 წლის შვილი გელი, ანგელა. ჰიტლერი აღფრთოვანებული იყო გოგოს სილამაზით და ამ ბავშვური მომხიბვლელობით. ბიძი ალფი, ასე ეძახდა გელი ბიძას, არაჯანსაღად ეჭვიანობდა მის მეგობარ ბიჭებზე და გელის ყველა გადაადგილებას და კონტაქტს ამოწმებდა. გოგოც ეჭვიანობდა, როდესაც ბიძამისმა ევა ბრაუნი გაიჩინა, ამიტომ უარს არ ამბობდა თაყვანისმცემლებზე, მაგალითად ჰიტლერის მცველთან ემილ მორისთან ურთიერთობაზე. 1931 წლის 18 სექტემბერს გელი უცნაურ გარემოებებში გარდაიცვალა. შესაძლოა ფეხმძიმეთაც იყო. ის ნახეს სახლში ჰიტლერის იარაღით მოკლული, ყველაზე რეალური ვერსიაა თვითმკვლელობა ბიძასთან ჩხუბის გამო. არსებობს ვარაუდი, თითქოს ის თავად ჰიტლერმა მოკლა აი ამ ჩხუბის და კამათის დროს. ყოველ შემთხვევაში თვითმხილველების თქმით, მან მძიმედ გადაიტანა ეს ფაქტი და ამბობენ, რომ თავადაც იყო სუიციდის ზღვარზე. ზოგიერთები მის სისასტიკეს მომავალში ამ ფაქტსაც უკავშირებენ. მანამდე 1935 წელს ის გაიცნობს ახალგაზრდა ინგლისელ არისტოკრატს იუნიტი ვალკირია მიტფორდს.
ის იზიარებდა ჰიტლერის პოლიტიკურ შეხედულებებს და აღმერთებდა მას. ფიურერი მოხიბლული იყო გოგოს სილამაზით და რაც მთავარია, მისი ჭკუით. მიტფორდი ერთადერთი იყო, ვისაც თითქოს ის პატივს სცემდა და უსმენდა. თავის სხვა ქალებს ის ასე არ აღიქვამდა, მიაჩნდა ზოგადად, რომ ქალი და პოლიტიკა შეუთავსებელია. ჰიტლერი და მიტფორდი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს. გოგო დაჟინებით უბიძგებდა მას გერმანიის და ინგლისის კავშირისკენ. 1939 წლის 3 სექტემბერს ომის გამოცხადებით ეს ოცნება მას ჩამოეშალა და თავის მოკვლად სცადა იარაღით. ის გადარჩა, მაგრამ ტყვია თავიდან ვერ ამოუყეს. ამ ტყვია მოკლა ის 1958 წელს, ამ ტყვის ირგვლივ გაუჩნდა გემატომა და შემდეგ მენინგიტი განუვითარდა და გარდაიცვალა. ამ ფონზე ევა ბრაუნთან ურთიერთობა ალბათ ყველაზე სტაბილური იყო, მაგრამ როგორც ჰიტლერის არქიტექტორი შპეერი ამბობდა, ფიურერს ევას მიმართ ზუსტად ისეთი დამოკიდებულება ჰქონდა, როგორც ყველა სხვა ქალის მიმართ. 2010 წელს გამოქვეყნდა ისტორიკოს ჰაიკე გეორტემაკერის წიგნი „ევა ბრაუნი: ცხოვრება ჰიტლერთან“. ავტორი წერს, რომ ევა ბრაუნი არ იყო აპოლიტიკური ქალი, რომელსაც უბრალოდ უყვარდა ჰიტლერი, არამედ ის იყო მესამე რაიხის იდეების აპოლოგეტი. ასეთ დასკვნამდე მივიდა ის საარქივო მასალებზე მუშაობისას, რომ ამ ქალის წარმოჩენა უბრალოდ დამკვირვებლად ან მონსტრის მსხვერპლად არასწორია. გეორტემაკერი აკრიტიკებს ბრიტანელი ისტორიკოსების იან კერშოუს და ჰიუ ტრევორის და მათი გერმანელი კოლეგის სებასტიან ჰაფნერის პოზიციას, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ევა ბრაუნის ჰიტლერთან ურთიერთობა იყო ბანალური და რომ ამ ქალის როლი ჰიტლერის გერმანიაში იყო უმნიშვნელო. ამის საპირისპირო მტკიცებულებად გეორტემაკერს მოჰყავს მათ შორის ნაცისტების მთავარი პროპაგანდისტის იოზეფ გებელსის სიტყვები, რომელიც ევა ბრაუნს უწოდებდა ძალიან გონიერ გოგოს, რომელმაც ფიურერისთვის უამრავი რამ გააკეთა. ეს არის ევა ბრაუნის უკანასკნელი ბიოგრაფია, ყოველ შემთხვევაში, რაც დღემდე დაწერილა, ჟურნალისტების ნაწილმა ის გააკრიტიკა, მათთვის ამ ბიოგრაფიაში სიახლე არ იყო და მათი წინასწარმეტყველეს, რომ ევა ბრაუნი დარჩებოდა ისტორიის ისეთივე მეორეხარისხოვან პერსონაჟად, როგორიც მანამდე იყო. თქვენ როგორ აფასებთ ევა ბრაუნის როლს? თუ იზიარებთ ზოგიერთი გერმანელი კრიტიკოსის აზრს, რომ ის იყო უმნიშვნელო ფიგურა? მოგწერეთ კომენტარებში, მოგწერეთ ვისი ცოლის ისტორიით დაინტერესდებოდით. მანამდე კი გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ ახალ ეპიზოდებს. ნახვამდის.